გამარჯობა, წინა ვიდეოს დროს საუბრობდი ალექსანდრე ხაზანზე და საუბრის ბოლოს თქვი ესეთი რამე რომ არ ვიცი რა ბედიელია თქო და გამორჩა ამ საუბარში რომ ხაზანი 1955 წელს მართლაც გაასამართლეს თბილისში ეს წინა ვიდეოს დასასრულისთვის რომ გამოდგეს, მაგრამ ეხლა გავაგრძელებ ამ ჩეკისტებზე საუბარს, რომლებიც 30-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ამ რეპრესიებში და რაც თავარია მათი საშუალებით ხდებოდა ეს რეპრესიები, იმიტომ რომ არც პოლიტიკური ელიტა როგორც წესი ქაღალდთან იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და განხორციელება უშუალოდ ხდებოდა ამ ჩეკისტების საშუალებით. Რა თქმა უნდა, ჩეკისტებზე დაწოლა ძალიან დიდი იყო რეპრესიების დროს, მართლა დღე-დაღამე არ ეძინათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ჩადიოდნენ იმისთვის, რომ დაიპატიმრებინათ ადამიანები და სხვადასხვა мотиваციები გააჩნიათ მათ. Აი დღევანდელი ლაპარაკი მინდა მიუძღვნა ერთ ძალიან უცნაურ კაცს, რომლის შესახებაც ესე არქივში გადავაწყდი მის ბიოგრაფიას, ეს არის ვარლამ უდიშარია, რომელიც სხვა ჩეკისტებისგან იმით განსხვავდება, რომ არის განათლებული. განათლებულში არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ თვით განათლებას, ანუ ადამიანი როცა სახლში მოვა და წაიკითხავს რაღაცებს, არამედ ეს არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა საბჭოთა კავშირში უმაღლესი სასწავლებელი, იყო პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე და ჰქონდა ძალიან საინტერესო კარიერა, იმიტომ რომ 1930-იან წლებში ჯერ იყო ორჭოშანში საბაჟოს უფროსი, მერე გადაიყვანეს ბათუმის საბაჟოს უფროსად, ანუ თურქეთის საზღვარზე მუშაობდა და 34 წელს გადაიყვანეს სრულიად სხვა ადგილას ქალაქ ჯულფაში, რომელიც დღეს აზერბაიჯანში მდებარეობს და ეს ჯულფა არის, ორი ჯულფა არის, ირანის ჯულფა და არის აზერბაიჯანის მხარეს არსებული ჯულფა. სავარაუდოდ უდიშარია იყო აზერბაიჯანის ჯულფაში არსებულ პუნქტზე, მაგრამ გარდა ამისა მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორ ხედავს საბჭოთა ხელისუფლება ადამიანებს, რადგან ის არის აღმოსავლეთმცოდნე, მას ესე იგი შეუძლია ორივეგან, როგორც ირანის საზღვარზე მუშაობა, ასევე თურქეთის საზღვარზე მუშაობა. გარდა ამისა, ეს ვარლამ უდიშარია მნიშვნელოვანია იმით, რომ ის შისახკომში არ იყო მაინც და მაინც ესეთი ოპერ თანამშრომლიდან ზევით დაწინაურებული, ანუ ეგრეთ წოდებულ დაპატიმრებებში დიდად არ ღებულობდა თავიდან მონაწილეობას, იმიტომ რომ ის რადგან განათლებული იყო, შისახკომის საერთაშორისო განყოფილებაში მუშაობდა. ეს საერთაშორისო განყოფილება არ იფიქროთ, რომ დღევანდელი გადმოსახედით რაც არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება, წასვლა-წამოსვლა ამით იყო დაკავებული, არა ის სრულიად სხვა რაღაცებს აკეთებდა და ძირითადად მას ევალებოდა უცხოური ლიტერატურის ანალიზი, ანუ მას მიუწვდებოდა ხელი იმ ინფორმაციაზე და იმ სიახლეებზე მსოფლიოში, რაც რა თქმა უნდა დანარჩენი საბჭოთა მოქალაქეებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. აი ესეთი კაცი ვარლამ უდიშარია 1937 წელს აღმოჩნდება ამ რეპრესიებში უკვე ფიზიკურად ჩართულში გულისხმობ, რომ ვარლამ უდიშარიას დაეწერება ერთ-ერთი საქმე, როდესაც თბილისის ფეხსაცმლის ქარხანაში ამ დოკუმენტების მიხედვით აღმოაჩინეს პორნოგრაფიული ნახატები, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმეს კურირებდა თავად ეს ადამიანი. ამ პროცესის შედეგად რამდენიმე ადამიანი 10-ზე მეტი დაიჭირეს და თვითონ უდიშარია ხელმძღვანელობს ამ გამოძიებას. გამოძიების პროცესის შემდგომ უდიშარია აგრძელებს ამ შისახკომში მუშაობას, კარიერულად ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ 1938 წელს უდიშარიას აპატიმრებენ. 38 წელს სხვათა შორის არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინც და მაინც საქართველოში იყო ბევრი დაპატიმრებები, იმიტომ რომ როდესაც ლავრენტი ბერია გადაიყვანეს თბილისიდან მოსკოვში სამუშაოდ, მას შემდეგ რაც მან მოიშორა მისი უშუალო ხელმძღვანელი შინსახკომში ნიკოლაი ეჟოვი, მან გამოსცა ბრძანება, ზუსტად რო წავიკითხო 00762, რომლის მიხედვითაც შისახკომის პირადი შემადგენლობის 7372 თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს თლიანი შემადგენლობის 22.9% იყო
გათავისუფლებული თანამშრომლების 66.5%-ს კი ედავებოდნენ კონტრრევოლუციურ საქმიანობას. ეს ინფორმაციისათვის, რომელზედაც იმუშავა ძალიან ცნობილმა ისტორიკოსმა ლინ ვაიოლამ, როგორც შეგვინდა ესე წავიკითხოთ, კანადელი ძალიან ცნობილი ისტორიკოსია. ლინ ვაიოლა ამბობს, რომ როდესაც ჩვენ რეპრესიებზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ ის ეკოსისტემა ძალადობის, რომელიც შინსახკომში არსებობდა. შინსახკომში იმ დროს ნორმალურ ადამიანის გაძლება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს ეს სისტემა ან ჩაყლაპავდა, ან ეს ეკოსისტემა თავადვე გარდაქმნიდა ამ ადამიანს მოძალადედ. აქედან გამომდინარე, შინსახკომში ეს ადამიანური განცდების პოვნა ძალიან რთულია ამ პერიოდში. ვარლამ ოდიშარი ამ შინსახკომში აი ამ 38 წლის შემდგომ პერიოდში დააპატიმრეს და დააპატიმრეს იმის გამო, რომ პატიმრების მიმართ იყო სცემდა და გამოიყენებდა წამების მეთოდებს. აქვე თუ ვიტყვით ვარლამ ოდიშარიას გარდა სხვაებიც იყენებდნენ ამ წამების მეთოდებს, მაგრამ როგორც ჩანს შიდა კლანურ დაპირისპირებაში ვარლამ ოდიშარია მოკლედ გაება ამ მახეში და ის მას უკვე აპატიმრებენ და ამის შემდგომ იწყება სისხლის სამართლის პროცესი და გამოძიება მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აქ უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი რამე, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ პატიმრები, რომლებიც ჯერ კიდევ საპატიმროებში არიან და გამომძიებელი უსვამს მას შემდგომი ტიპის შეკითხვებს, რომ თქვენ ხალხის მტრების წინააღმდეგ გამოძიების პროცესის დროს იყენებდით ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს. რატო? ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ამბობს რას, რომ ის ხალხის მტერია ვარლამ ოდიშარიამ რომ გამოიძია ის განაჩენი აღარ გადაისინჯება. მაგრამ მან რატო გამოიყენა მაინც და მაინც ცემის მეთოდი? ანუ აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ სისტემამ თქვა, რომ ამ ცემის შედეგად ადამიანმა შეიძლება ისეთი რამე აღიაროს ან ხელი მოაწეროს ისეთ რამეზე, რაც მას არ ჩაუდენია. არა, ეს არ აინტერესებს. მათ აინტერესებს უშუალოდ ოდიშარიასნაირი ადამიანები მოიშორონ აი ამ სისტემიდან და ოდიშარიას წინააღმდეგ გააგონ სისხლის სამართლის საქმე. ეს ოდიშარია ძალიან ფრთხილი კაცია, თავისი ბიოგრაფიის განმავლობაში ჩანს, რომ ეს ჩეკისტებისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე, რომ ყველგან შეთქმულება ელანდება და ყველგან რაღაც უბედურებას ხედავს, ეს ოდიშარიას თან ახლავს. მაგალითად, ვარლამ ოდიშარიას ძმა დააპატიმრეს 30-იანი წლების 37 წელს რეპრესიების პერიოდში და იგი წერილში წერს, რომ მე ჩემი ძმა კი დააპატიმრეს, მაგრამ მე მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ოდიშარია განეკუთვნება იმ რანგის იმ ხალხს, რომლებიც რამდენ ცხოვრებაში სტატუსს იცვლიან, თავიანთ სოციალურ სტატუსს იცვლიან, იმიტომ რომ ის 1903 წელს ხონში დაიბადა, მაგრამ როდესაც დააპატიმრეს, ის უკვე მოსამსახურე იყო სოციალური სტატუსის მიხედვით, განათლებული კაცი იყო და აი ესეთი იდეური კომუნისტია ეს ოდიშარიაც. ეხლა გარდა იმისა, რომ ძმასთან არა აქვს ურთიერთობები, მისი მეუღლეც ძალიან ფრთხილი ქალია, რომელმაც ეს ეთიკა და ბიოგრაფია როგორ უნდა შეადგინოს ძალიან კარგად იცის და ეს იქიდან ჩანს, რომ მისი ცოლი, როდესაც შინსახკომს წერს თხოვნას, რომ მისი ქმარი შეიწყალონ, ის ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მაზლი იყო დაპატიმრებული, მას და მის ქმარს ამ მაზლთან და მის ოჯახთან არანაირი კავშირი არ ქონია. ანუ მანდ რამე არ გაგვეპაროს და შემთხვევით კავშირი არ ქონდესო, ამის პრევენციას ისინი ნამდვილად ახდენენ. გარდა ამისა, ეს ოდიშარია უცნაურია იმით, რომ ერთხელ თავის განყოფილებიდან ბრალად უყენებენ ესეთ რამეს, რომ განყოფილებაში ჰქონდა თურმე წვდომა ამ უცხოურ გაზეთებთან, როგორც აღვნიშნე და გამოიტანაო ეს გაზეთი და ერთ-ერთი გაზეთი შეეხებოდა პარიზულ მოდას და მეორე შეეხებოდა რაღაც ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს და ამის შესახებ თავის მეგობარს მოუყვა, მაგრამ როგორც ჩანს მეგობარი თლაც სანდო არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ მეგობარმა ეს ამბავი შესაბამის ორგანოებში მიიტანა და ამის გამო ეს ოდიშარია ეს უკვე ბრალად წაუყენეს, რომ როგორ გაიტანა ეს ინფორმაცია სამსახურიდან და უფრო მეტიც ქონია გაკეთებული, რომ სამსახურიდან ფიზიკურად გამოუტანია ეს ჟურნალები და გამომძიებელი რომ ეკითხება რატო გააკეთე ესო,
ამბობს უთხრა რომ მისი ცოლისთვის უნდა ეჩვენებინა თუ როგორი იყო პარიზული მოდა მაშინ და როგორ ცხოვრობდა ადამიანები პარიზში. არ ვიცი რა ილუსტრაციები ეხატა ამ გაზეთში, სამწუხაროდ ამ საქმეში არ იყო მითითებული ეს გაზეთის ნომერი, თორე დღევანდელი შესაძლებლობებით შეგვიძლია ეს ყველაფერი ვნახოთ. ამის მერე რა თქმა უნდა ეს ოდიშარი არ ჩერდება, იმან ძალიან კარგად იცის რომ წერილების წერა არის საჭირო და ოდიშარი არის შინსახკომში არსებულ სხვადასხვა კლანებიდან ერთ-ერთს მიკუთვნებული. ეს არის ბოგდან ქობულოვის კლანი, რომელსაც ებრძვის მეორე მხრივ სერგო დავლიანიძის კლანი. ეს რა თქმა უნდა მსმენელებს ეს სახელი და გვარი უმეტეს შემთხვევაში არაფერს არ ეუბნება და კარგია რომ არაფერს არ ეუბნება, იმიტომ რომ არაფერი კარგი ამ კლანების დაპირისპირებაში არ ხდება, იმიტომ რომ ამ კლანების უფროსების დაწინაურების გამო ისინი ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთის კლანში შემავალ ადამიანებს არაძლევენ წინ წასვლის საშუალებას, განვითარების საშუალებას და ამას ემსხვერპლა ამ სერგო დავლიანიძის კლანთან დაპირისპირებას რეალურად ეს ვარლამ ოდიშარია. მაგრამ ვარლამ ოდიშარია ხვდება რომ მისი საქმე ესე მიდის და ეგრევე იწყებს წერილების წერას ბოგდან ქობულოვზე. აქ მას გაუმართლა ის რომ თუ სერგო დავლიანიძეს კლანის წარმომადგენლები უფრო ვერ დაწინაურდნენ და მაინც დარჩნენ კავკასიის ფარგლებში, ბოგდან ქობულოვი მალე გადაყვა ბერეას მოსკოვში სამუშაოდ, შესაბამისად მისი გავლენები არა მარტო საქართველოზე გავრცელდა, არამედ გავრცელდა უკვე საბჭოთა კავშირის შინსახკომზე და აქ უკვე ვარლამ ოდიშარიას წერილებმა თავისი ადრესატი მაინც იპოვეს, იმიტომ რომ რამდენიმე წლის შემდგომ, დაახლოებით 1942 წელს ხდება ვარლამ ოდიშარიას გამოშვება ციხიდან. მას 10 წლით შრომაგასწორებით კოლონიაში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ აი ამ წერილებით, რომელსაც ის ბოგდან ქობულოვს წერდა, როგორც ჩანს, მისმა პროტეჟემაც არ დაივიწყა ეს კაცი და რამდენიმე წლის მერე გამოუშვეს ვარლამ ოდიშარია. მე ბევრი ვეცადე მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, მქონდა მცდელობა მათთან ინტერვიუს ჩაწერის, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახმა უარი განაცხადა ამაზე ბანალური მიზეზით, რომ ის სახში არასდროს არაფერს არ ყვებოდა. ანუ ერთია რომ რას ყვების სახში, მაგრამ მეორე არის რას აკეთებ შენ, როცა შენ სამსახურში მუშაობ. ამიტომ ეს ესეთი რიგითი ჩეკისტია ამ ძალიან დიდ ძალადობის ქსელში, რომელიც აი ესე კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა და ხშირად საუბრობ, რომ შინსახკომი გარეგნულად ჩანს მონოლითური ერთობა, თორე შიგნით შინსახკომში რეპრესიების პერიოდში ჩვეულებრივი ომია გამოცხადებული გასროლების გარეშე, არა დაპატიმრებებით, გადასახლებებით და ასე შემდგომ. ამიტომ იმისათვის რომ შინსახკომში წარმატებული კარიერა ქონოდა, მნიშვნელოვანი იყო შენი კლანი რამდენად შეძლებდა დაწინაურებას. აქ ადამიანი ამ შემთხვევაში არის სრულიად უფუნქციო, რაც არ უნდა მონდომებული იყო, რაც არ უნდა ერთგული იყო საბჭოთა სისტემის. ხა ვარლამ ოდიშარიას ბიოგრაფიაში ერთადერთი ლაქა საბჭოთა პოლიტიკით შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ 1918 წელს ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. დანარჩენი არის ესეთი იდეალურად გამზადებული კომუნისტი, ბოლშევიკი, რომელსაც წესით ბევრი რამესთვის უნდა მიეღწია, თან ენები იცოდა, თან უმაღლესი განათლება ჰქონდა, გლეხზე იყო დაქორწინებული, ესეც მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, მაგრამ მისმა კლანმა ვერ შეძლო მისი დაცვა, ამიტომ ის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია აი ამ კლანებს შორის იმ წუთას მიმდინარე დაპირისპირებებს. ზოგადად ეს დაპირისპირებები ბევრგან იჩენს ხოლმე თავს და ამიტომაც ხშირად ლოგიკა იმაზე, რომ აქ ვინ იყო დაპატიმრებული, რატო იყო, როგორ უნდა იპოვო, რატო მაინც და მაინც ოდიშარია და არა სხვები, ის რაციონალიზმს არ ექვემდებარება, ეს ხშირად შემთხვევებით ხდება. ამიტომ ხანდახან ერთგული საქმიანობა, იდეალური ბიოგრაფია, რწმენა ბოლშევიკური წესრიგისა არ გშველის დაპატიმრებისგან. მაინც დაგაპატიმრებენ და მაინც მოგისჩიან სასჯელს და მაინც განიცდი იმ უბედურებას, რასაც პატიმრობა ჰქვია.